გამარჯობა, ჩემი სახელია ნიკო, ნიკოს რჩევები. ეს ვიდეოც იქნება ვლოგის სახით, განახებთ ახალ ჩამოსულ ავტომობილებს, ასევე Lexus RC, რომელიც ჩვენ ნაყიდი ამერიკაში, ეს ავტომობილის დავათვალიეროთ, რა ნაწილებით ჩამოყვა. ეგაც ვნახოთ და იმ მდგომარეობამდე მივიყვანოთ, რომ მომხმარებელს ჩავაბაროთ. ასევე Toyota RAV4-ია, რომელსაც წინა რულავოის პრობლემა აქვს. ვარაუდოთ, დღეს უნდა გავაკეთოთ ეს ავტომობილი და ვნახოთ სიტუაციურად დროში თუ ჩავეტიეთ. სერვისში უშუალოდ ყავს Ford Escape, ახალი. წლოვანება ზუსტად არ ვიცი, 2020-ზე ზევით არის. დაზიანება აქვს წინა სავარ ნაწილში, ორივე მხარეს. რაც დეტალები არის დაზიანებული, ესენიც ახალი ნაწილები. ასევე Tesla Model S, არა რესტაილინგი 2013-14-15 წლიანი, ეს კონკრეტული არის 2013-იანი. ამასაც დაზიანება აქვს წინა მარცხენა სავარ ნაწილში. წერო არის გაფუჭებული, ამასაც ლაშა აკეთებს. ასევე ეზოში ყავს Honda Accord ჰიბრიდი. კომპლექტაცია არის სპორტი, ეს მანქანაც დავათვალიეროთ. შავი ფერის, ძალიან მომწონს ეს კუზაო აკორდებში. სპორტის დისკები მომწონს ასევე. სალონშიც კარგად გამოიყურება შავი სავარძელი. შავი ჭერი ძალიან კაი რაღაცა არის. ბევრად უფრო მეტ სიმყუდროეს მატებს, ესე ვფიქრობ. აი ეს პაკეტი ჩემთან ოთახშიც მაქვს ჩამოკიდებული. ეს არის Nest-ის პაკეტი. როდესაც ავტომობილი ტრანსპორტირებას ახდენს ამერიკიდან, გინდა არ გინდა გზაში ინესტება. მით უმეტეს თუ დაზიანებულია, დარღვეული აქვს იზოლაცია, ესე რომ ვთქვათ, Nest-ი შედის, აი თქვათ, აი ამ ხრიჭოდან და ასე შემდეგ. ეს პაკეტები დაახლოებით, რომ ჩავარდებინოთ $30 არის ერთი ცალი. შეგვიძლია ამერიკაში ჩავდოთ და ისე გამოვაგზავნოთ ავტომობილები ამერიკიდან, სალონს ისე თუ ასე ინახავს. ძვირიან მანქანებზე ვფიქრობ, უფრო რეკომენდირებულია 2 წელი, 3 წელი ჩავდარბინოთ, სალონი კიდევ უფრო შენახული ჩამოვა. რაც შეეხება Accord-ს თუ airbag-ი აქვს გახსნილი ჰიბრიდზე მაქვს საუბარი, შემდგომ დაქოქვის დროს ჭირდება crash-ის წაშლა, ანუ უშუალოდ ხელოსანი, ეგრეთ წოდებული ელექტრიკი უნდა მოვიდეს კომპიუტერულად დაერთდეს ავტომობილზე და შემდგომ იქოქება. ეს ავტომობილი უკვე დავქოქეთ, გუშინ იყო მოსული ხელოსანი, მაგის გაკეთება ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია დაურეკოთ და მოვიდეს ჩვენ სერვისში და ჩვენ სერვისში ავტომობილი დაქოქოს. შემდგომ უკვე სავარ ნაწილს და ტექნიკურ მხარეს, რაც თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ამ ავტომობილს. უკანა სავარ ნაწილში აქვს დაზიანება და ეს არის ჩვენი გასაკეთებელი. რაც თავარია, უკვე იქოქება და ისეთ მდგომარეობაში არის, რომ თვითონ ამ წეზე, ეგრეთ წოდებულ პადიუმიკზე, თავის ფეხით რო შევიდეს. ასევე ეზოში ყავს Kia A5, რომელიც ასევე კარგად გამოიყურება დიზაინის მხრივ. წინა ფარები მომწონს. ეს როგორც ჩანს GT-ია, მაგრამ არ აქვს პანორამა. სალონიც მე პირადად მომწონს. ძრავები 1 და 6 ტურბოებია კომპლექტაციის მიხედვით. ასევე 2 და 5 დევს, როგორც მახსოვს. ამ ავტომობილის დაზიანება დავათვალიეროთ. უკან ეს სტოპია გაფჭებული, საბარგულია გაფჭებული სავარ ნაწილში. რა ხდება სავარ ნაწილში? ის მოხვეულია. ხო. ეს საბურავი წინა შედარებით უფრო სწორად დგას, ვიდრე ეს რაღაცა აქ ხდება სავარაუდოდ ცოტა უკანაც არის და ქვედა გიტარაც გონია იქნება გაფუჭებული. ამერიკიდან, აი თქვათ, ამ ავტომობილთან ისე დავათვალიეროთ, რომ ამ მდგომარეობაში ჩამოდის ავტომობილები. სალონი ხშირ შემთხვევაში დასვრილია, მაგრამ ქიმწვენდის შემდგომ უკვე ისე თუ ასე წესრიგდება. ისეც უკანა მხარეს კაც არეულობა, რა 1000 რაღაცა კოზიდი ახლა ამ შემთხვევაში და ისეთი არა. ხანდახან ძალიან უცნაური ნივთები მოყვება ავტომობილებს ამერიკიდან. კიდევ აი ეს რაღაცას გეტყვით ახლა. ძალიან ცუდი შესახედი არის ვიდეოში, მაგრამ ეს არის ჩვენი გამოცდილება. ეს არის სავალი ნაწილი იქით, რაც აქამდე ესეთი გვაქვს ძალიან ბევრჯერ გადაყრილი უკვე.
ეს არის ჩვენი გამოცდილება, ესე რომ ვთქვათ. ამერიკიდან ჩვენც ჩამოყვავს, ავტოიმპორტი გვაქვს, ესე რომ ვთქვათ და ასევე ავტოსერვისის მმართველობა არის ის, რომ ახალ ჩამოსულ ავტომობილს ვდებთ პორტში ევაკუატორზე, ავთოს ევაკუატორზე. შეიძლება ბევრს ნანახი გქონდეთ ჩემი TikTok გვერდი, ძირითადი მმართველობა TikTok-ი და Instagram-ია. ეხლა დავამატე ან YouTube-ზე. ეხლა ვიწყებ ვიდეოების დადებას, ჯერ ალგორითმზე მისაჩვევია, მონტაჟია, რაც თავარია, კიდე მონტაჟით ჩემი თუ უნდა გავაკეთო და ეგაც სასწაული მაქვს. სერვისის მმართველობას რაც შეეხება ავტომობილს ვდებთ პორტში, ძირითადი დაზიანება ის სავალი ნაწილი, რადიატორები ჩვენ ისეთ მდგომარეობამდე მიყვავს, რომ სერვისში დაიქოქოს და შემდგომ უკვე სხვადასხვა ხელოსანთან იქნება ნაწილზე იქნება წასვლა თუ სად იქნება წასასვლელი, თავისი ფეხით ავტომობილი გადაადგილდეს. მაგალითად, იგივენაირად ამ ტესლაზე, რომელიც წეგან განახეთ, სავალი ნაწილს მოვაწესრიგებთ, ასევე ტვენით, ასევე სატენიც გვაქვს სერვისში და ტესლას ძირითად შემთხვევაში ტვენით ხოლმე ამჯდარი ჩამოდის. მომხმარებელს ესე რაღაც გარკვეულ რეინჯს 50 კილომეტრი მოუმატოს სახლამდე ყველა ვარიანტში მივა. ხო და ეს სერვისის მმართველობა არის ის, რომ ავტომობილების ტექნიკურად გამართვა, რაც ვფიქრობ, რა ესეთი კონკრეტული მმართველობა საქართველოში მგონი არავის არ აქვს, ანუ განბაჟებულ მანქანებს ესე უხეშად არ ვამბობ, მაგრამ განბაჟებულ მანქანებს არ ვიღებთ. მუშაობთ და ჩვენი მიმართულება არის ახალი ჩამოსული ავტომობილის ტექნიკურად გამართვა run drive-ამდე მიყვანა, ესე რომ ვთქვათ. დახმარება ჭირდება ვიღაცას და აქ ახლომახლოს რაღაცა შემთხვევაა და შეგვიძლია გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ესე რომ ჩაწერით, რომ აი სავალი ნაწილის გაკეთებაზე ესე არ ვარ. ჩვენი მიმართულება ისე ვიმეორებ ახალი ჩამოსული ავტომობილის ტექნიკურად გამართვა. დღეს ერთ-ერთი მთავარი იქნება ვიდეოში Lexus RC, რომელიც წეგან განახეთ ამ ავტომობილს ბევრი ნაწილი ჩამოყვა. დღეს საღამოთი უნდა ჩავაბაროთ მეპატრონეს, შემოწმებული, ტექნიკურად გამართულია, იქოქება დადის, აი ეს ნაწილები არის აი ესე ჩამოსული და უნდა გადმოვალაგოთ, უკანა სტოპები თუ დადგა დავაყენოთ, შემდგომ ჩავაბაროთ მეპატრონეს. მოკლედ, გამოიწერეთ ჩემი არხი, გამიხარდება, ასევე ვიდეოს თუ მოიწონებთ, ესეც ძალიან გამიხარდება. გავაგრძელოთ ცოტა ხანში ვიდეოც. ძალიან ცხელა ამავდროულად და ცოტა საღამოს ველოდებით, რომ ზე გადავიდეს. ეს მე მგონი წინა ვიდეოშიც განახით. ეს არის ჩვენი Graphite Dealers Group-ი, არის ჩვენი ავტოიმპორტიორი კომპანია, რომელსაც ნელ-ნელა ვაშენებთ მე და გენგი. დაგიბრუნდებით ცოტა ხანში. აუქციონებზეც დავარის მინუტი. ვიძებთ რაღაც მანქანებს. Lexus-ზე აკუმულატორის დატენვა ვცადოთ. თუ აიღებს ეგრეთ წოდებულ ზარიატკას. ამოღების გარეშე ჩავხსნი. ახლა ორივეს ეს სატენი გვაქვს, სხვა შორის ტემოდან გამოვიწერეთ და დიდი ხანი თუ დატოვებ. რაღაც ეს ტენის რა ისე არ არის, რა ტემოსია და საშინელება ეგრე არ არის. ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი პროცესია აკუმულატორის ამოღება, ძალიან რაღაცნაირად არ მიყვარს და პლუს მინუსი კარგად მოაშორეთ ხოლმე, ძარაზეც არ მიედოს, ზოგადად ძარა არის მინუსი, ანუ პლუს რო დაერთეული იყოს და ძარა რაღაცას მიედოს, აღიქვავს როგორც მინუსად. პლუსი მინუსი არის მარცხენა, ანუ ძირითადად აკუმულატორებს აწერია რა. ოხთ იყოს დავტოვოთ. არა. აი, შემდეგი ეტაპი უკვე ჭრილში მანქანის გადაყენება, ცოტა მზე რო გადავა, ამოვლაგება ნაწილების. დავიწყეთ Lexus-ის მოწესრიგება, ცოტა მზეც გადავიდა და დავცხოთ ახლა. აკუმულატორი სამწუხაროდ არნაირი რეაქცია არ ქონია, მოვიტანეთ მეორე აკუმულატორი და ეგრეთ წოდებული პერემიჩკები, ამით უნდა დავქოქოთ. ესეც მინუსი. ესეც პლუსი. ზეთი შემოწმებულია, წყალიც არის. მაგრამ კიდე გადავხეთ. ზეთი გვაქვს. ჩემი რეკომენდაცია ესეთი არა, რაც უნდა იყოს ახალ ჩამოსულ მანქანას ზეთი ყველა ვარიანტში უნდა შევუცვალოთ, იმიტომ რომ ჩვენგან დაიწყოს ათვლა, რეალურად უკვე მაგ დროს გვეციოდინება ძრავები რო არ გავაფუჭოთ. რაზეც ჩავასხათებ უკვე სხვა ამბავია. ჩავხსნათ ახლა კიდე ერთ-ერთი გასთვალისწინებელი ფაქტი. ძირითადად უკან დარტყმული ავტომობილის შემთხვევაში SM-ს გავსათ არა, მაგრამ
უკარო კარგადაა დარტყმული საბარგულის გაღებისას. კუთხემ შეიძლება უკანა მინა გატეხოს და მან უნდა ვიყოთ საკმაოდ ყურადღებით პირველ გაღებაზეა. მე თუ მივხვდებით რომ ედება და შეიძლება გატეხოს, კი მივაქცევთ კვირდებას ყურადღება. ესეც ყურადღებას საბარგულში რა ხდება ეხლა? ფარი ჩანს წინა, უკანა სტოპი ჩანს, ბამპერიც ჩანს 200 ტურბო. გადაამჩენი პლასმასები. ნახოთ ახლა ნენელა გადმოვაგება დავიწყოთ ასევე. წინაც ძალიან ბევრი დეტალია, სადაზღვევს დაშლილია ეს ავტომობილი. რატოშლის სადაზღვევო კომპანია, მოკლა ჩამოხდა თავისით. რატოშლის სადაზღვევო კომპანია ავტომობილებს ამერიკაში. ამის მარტივი მიზეზი არის ის, რომ დაზიანების რეალური შეფასება, დეტალური შეფასება. კი, საკმაოდ ღრმად იშლება ხოლმე ავტომობილები, მაგრამ ტყუილად არ ხდება ეგ. ამ ავტომობილის შემთხვევაში დაზიანება ჩანს. აი აქ არის გაღონული და შიგნითაც ძალიან ბევრი არის დაშლილი, ასევე ბალკაზეც მონიშნულია, ბალკაც გაფუჭებულია, უკან მირტმული აქვს. ბალკა არის, აი ესენი მონიშნებია თვითონ სადაზღვევოსი რო ნიშნავს. ახლა აი აქაც უკანა ფრთა, აი აქ აქვს ნაკეცი და არის აღნიშნული. ეს არის ასევე ჩაკეცილი. დავიწყეთ გადმოვაგება. ეს წინა ძრავის საფარი არის, ეს საკეტია, ეს უკანა საბარგულის დაფა არის, ეს არის სალასკა ეგრეთ წოდებული, ეს არის ნაიკს ეძახიან და გატეხილია, მაგრამ აღდგენადია, ძალიან კაია, ფასი ღირს, ერთის ყველა ნაწილი ძვირია რა ისე თუ ასე. ესეც წინა ფარი, რომელიც საღია, ერთი ყური აქ არის, მეორე აქ არის, ძალიან კარგი, გაგვიხარდა. უკანა სტოპი, რომელიც გაბზარულია, აი ეს ერთი ბზარი აქ და არ ვიცი ამას მე პატრონე თვითონ გადაწყვიტავს, აღადგენს თუ რასწავს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი დეტალი. დისტრონიკი არის ეგრეთ წოდებული, რომელიც ჩემთვის სულ პრობლემა არის ამის კოდებით დამთხევა, მერე გამოწერა, გამოიწერე, არ წავიდა და მოკლედ რა, ეს რო თავისი მანქანაში დევს, ძალიან მიხარია ხოლმე. კრონშტეინია უბრალოდ ცოტათი დაღონული, მაგრამ არა უშავს, გასწორდება და დამაგრდება. სეკრეტებია, სეკრეტებზე კიდე ეს რაღაცას ვიტყვი რა, ეს არის ეგრეთ წოდებული სეკრეტი. თუ უყენია ჩვენ ავტომობილს, მე პირადად მოხსნიდი, ამითი არ ვივლიდი რა, იმიტომ რომ ხშირად იკარგება ის თვითონ მომხსნელი, მერე სხვა არ მიდის და რა ვიცი რა, ანუ დღეისობით დისკებს აღარავენ აღარ იპავს. რაღაც საოცარი დისკები რო იყოს ძვირიანი და იშვიათი დავაყენებდი კი ბატონო, მაგრამ ჩვეულებრივ ქარხნულ დისკებზე ამან შეიძლება სადაც ისეთ ადგილას გავჭედოს, რომ მოკლედ. აქ რა ხდება? ეს არის აი ეს ადგილი, სავარაუდოდ ესე დგას, არ ვიცი, აღდგენადიც არ ნახე, ზუსტად იმაშობა და შეიძლება აღდგეს ესეც. თვითონ ბამპერი, რომელიც დაღონულია, რაც თავარია, ეს დეტალი გვაქვს, ამრეკლი გვაქვს, პარკინგი 1, 2, 3, 4 პარკინგი არის, ეს გატეხილია, საბუქსირი არის. მე მგონი რაღაცას მოხერხებადი არის რა, ანუ შეცვლა თქმა უნდა უკეთესია, მაგრამ ფასი. თან TikTok-ისთვის ვიღებ ვიდეოს და წინა მარცხენა ფარი, რომელიც დაზიანებულია, აი ესაა გატეხილი და რა ვიცი, მე მგონი ამის გამო შეცვლა არ ხირს, იმიტომ რომ რო გვიკითხეთ რამდენიო $700 თუ რაღაცა თქვენ ხო? მგონი $600-700 ღირს და იაფი არ არის რა. აღდგენა ჯობია. უკანა სტოპი. მეორე სტოპი, რომელიც ასევე საღია, სადარგო საბურავი აქ არის, ასევე ჩანგალი ახალ-ახალი. ცოტა ვანა გვაქვს გამოსაჭიმი. ხო? აი ეს ადგილი არის გამოსაჭიმი, ცოტათი. იქიდან ცეტყოფანი ბალკა არის, ბოლომდე დაკეცილი, პირდაპირ მირტმული, მიტყეპებულია, აკუმულატორია შესასვლელი კიდე დამჯდარია. ეგაც ძალიან ხშირი შემთხვევაა ახალ ჩამოსულ მანქანებზე აკუმულატორი რო ჩდება. აწყობაც დავიწყოთ უკვე. ავაწყობთ. სტოპები, აკუმულატორი ხვალე შეიცვლება, წინა ბამპერი უნდა მოვხსნათ და წინა ფარები შეძლების დაგვართ უნდა დავაყენოთ. ისეთ მდგომარეობამდე უნდა მივიყვანოთ ავტომობილი, რომ გადაადგილება შეიძლებადეს და რაღაც კანონებს არ ღვევდეს. გარი. ჩაწყავდა. ახლა შესრიალდეს უნდა.
არხს თუ გამოიწერთ, გაგვიხარდება, ასევე ვიდეოსაც თუ მოიწონებთ, ესაც გაგვიხარდება და ნელა-ნელა ჩვენც შევეცდებით, რომ კარგი, ხარისხიანი და სასარგებლო იუთუბერები გავხდეთ. წამე ხა წინა ბამპერი მოხსნათ. მქონი უბრალოდ მისკოჩილია. აუსო დავეწებ. ბატონო, ზაშტინგები არ არის დაბმული. გადავჭრათ. ესეთ უნდა წამოვიდეს ბამპერი. ბატონო. ხო, აკუმულატორი ხვალისთვის გადავდოთ. დღეს არაო, მოსული იყო წეგათ მე პატრონე. მოიწონა მანქანა ჩვენც მოგვეწონა. ბევრი დეტალი წინაფარები ძალიან გაგვიხარდა, არ ჩანდა სურათებში და კაი, ეხლა უნდა დავაყენოთ წინაფარები. ეგ არის. შვებით და რა ნელა ვაწყობთ. გენგიც მოვიდა. ამასობაში აი ესეთი მინდა ერთი ცალი უკან იქნება. ოღონდ ეს თავი რო არ კონდეს. მარტოათიანი. წავიღებთ. გინდა რომ იმეც გავიგეთ 2024 წლიანი X5 აუზიანებელი მანჰეიმზე 30 გარბენით 30-მდე გარბენით მოვიგეთ თუ არა $44800. ვოლტებს გავუფრთხილდით ძალიან. ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს, რას არ უნდა დაყენდეს და ამათი მოძიება თუ დავკარგეთ არის საკმაოდ რთული. ამაზე მაქვს საუბარი. შენი მანქანა გამოაჩინო? ნახეთ რა ლამაზი. G20 არის, შავი. ცოტა უკან გამიწიერე, ეს უნდა გამოიყვანო, შევიყვანო შიგნით. კარგი, დავქოქოთ. ესეც ესე. ახლა გავასწოროთ ავტომობილი, ავწიოთ ქვევიდან. შევხედოთ. ბოლტები აკლია, კონტეინერში მოხსნეს როგორც ჩანს. წერტილებიც ავაძროთ. თან ფარები უნდა შევაერთოთ და რაღაცა მივაბმოვაფოთ. შო, ლაპები. იზია და ავწიოთ ახლა მანქანა. ხდება ახლა ქვევით. სამაწელი. ჯამთელია. კაც ჯამთელია, არ ეტყობარფერი გაღუნული ქვევიდან. პატარა ნახათქონებები გინდა არ გინდა აქვს. ადგილზეა ყველაფერი, ესაც ვამაგროთ, ესც. ქარი რო უბერავს, მერე ესენი ფუჭდება ხოლმე. მოკლედ დავიწყეთ. არა, ლუკა, შენ ლამაზი ხარ. აი, გაჩა ბიჭო, ნუ ბილცი ტყობ. მაგას ჩაგისვავ, შენ თუ გონია რო არ ჩაგისვავ? აბა, მაშინ იყავი ჭკვით. დაშინება იმე იყავი ჭკვით, თორე ჩაგისვა. ჰა? ამას რატო იღებ ჩვენ ყველაფერს? რატო რა ჩვენი ნაყიდია მანქანა ჩვენო? არა, ეს იმებს რო უკეთებ ახლა. ბიჭო, რა ვამზადებთ რა მანქანას რა? უნდა ჩასვა იმ კადრებში. რაღაც კადრებს შევხსოვ ხო? ნიკო, რა კომენტარს გააკეთებ, დიახ. კომენტარს ვაკეთებ თელი დღე ამაზე ვიღებ ნელა. ამას მორჩევით ახლა ცოტა ხანში პაკ საბურავების ის ბოლტები გვინდა და წარწერების წაშლა და ხვალე აკუმულატორი და მორჩა. კაი მანქანა. всё, ისეც აქ არის. ესენი უნდა შევაერთოთ ახლა. ეს ბამპერის ქვევით არის, ეს არის. ეს არის, ესე არის. ესე და ესე. წავიდა იქ, ვიყავი აქეთ აბა. აბა, როგორი ცალი გვინდა ეგ. აქეთ ეს. სახს დავათვალიერებინე. მიკროფონი მე მაქვს. ნიკო, BMW თუ Mercedes? BMW. აუცილებლად. BMW თუ Rolls Royce? ეგ ხა ისეთი კითხვა. შვიდე სერია. ეგ არ არის, ჯანსაღი კითხვა არ არის. ეგეთ კითხვების დასმა არ შეიძლება, რა ვიცი. Infiniti თუ Lexus? Lexus. Toyota თუ Nissan? Toyota. Mitsubishi თუ Subaru? Subaru.
იმის მიუხედავად, რომ დიდად არ მიყვარს, მაგრამ Subaru. რატო ჟანგები იცის, რომ გამი. ჟანგები იცის. რავი, ან დიდად არ მიყვარს Subaru. აბა ყაზახებს კითხე. ყაზახებს უყვარს Subaru. კიდე რა მანქანებს კითხავ, აბა? Audi. თუ Volkswagen. Seat ჯობია, Seat არის მანქანა. რატო? არა, ხა Audi, რა თქმა უნდა, იგივე ერთი და იგივე არის. აი, განძლეობით დავიწყო მაშინ. განძლეობით. ას ყიდულობ უნდა იცოდე და რისთვის ყიდულობ, ეგ უნდა იცოდე. კაი, შო. ვერცეც ვერ დაადუღებ, ეგ ჩააჭირო. კაი, შო, ქვევით კარგად აყვებაფერი, რაღაცები მოვაბით. კიდე რა უნდა ეხა? ბოლტები გვინდა და წარწერების წაშლა გვინდა. ჩამომსხენით. აი, სული კითხვა. მანდ მართლა გააჩნია, ხა ძალიან ბევრად ხარ, თქო უნდა პრიუსი, მაგრამ საოჯახისთვის როგინა ფიუჟენი მიაცევ რა იმკოლობს. კოლობს მიაცევ ყურადღება ზეთ შეცვლი იმას იზავ, ამას იზავ, 2-დან 2 ტურბო. ზეთ შეცვლი ფიუჟენზე და კოლოფში და იulis რა ოჯახისთვის სედანი უფრო ისეთია რა. კაია რა. ასწორებს. კიდე რა გაინტერესებს? მინივენებიდან Mercedes-ი. მინივენ. ბიჭო, Siena-ც ისეთია რა, სამუშაო მანქანა არის, Toyota ისეთია რა, თუ დადიხარ, მაშინ Toyota და ეხა. ფარები აინთო. შო, კარგად აყვე, წარწერები უნდა წავშალოთ ეხა. წამო. ისე რა ნიშნავს? ალო? არა, ეგაც. Ford-ის სავალი ნაწილიც. დაასრულა ახლა მანქანა. ფეხზე დგას, რაც წვირმანები დარჩა. ნომრის მიმაგრება და ასე. ეს Audi-ც ჩვენი გაკეთებულია. წინა მარჯვენა მხარეს იყო დაზიანება. მშვენიერი დაზიანებით არის. და Lexus-ი უნდა გავაკეთოთ ახლა. დიაგნოსტიკა. ნახოთ შეცდომებში რა არის. აკუმულატორს ხვალე შევცვლით, ახლა დროებით ჩვენი ჩავდეთ. მაგრამ მაინც ვნახოთ. შეცდომები აქვს საბურავი ან ციმციმებს. ეს ის პონალო. ჩაირთოს ხა დიაგნოსტიკა და მე ვნახოთ. სადაც აკუმულატორს ცვლით, ძველის ჩაბარებისას რაღაც გარკვეული თანხა აკდება ძირითად შემთხვევაში 20 ლარი. ახალ აკუმულატორს ძველებს რა შვებიან მართალი ვკითხრათ, არ ვიცი. აი რა დაიტოვა დროე მოტორი ფაზონი დორ მოტორი. შო, რა კარგი ხარ. კაი, დახურე იქით კარი. ერთი. ამბები აბა დიაგნოზი. საგანგაშო არაფერი არ არის. რაღაც ელემენტარული და 80,533 მილი. გავამრავთ 1 და 6-ზე და გავიგებთ რამდენია კილომეტრში. კაი. საბურავ, ბოლტები გვინდა. გენგი იპოვი ბოლტებს. დარჩენი არის, მანახე აბა. 1. სად არის? მე სულ ესე დავრბივარ იქით აქეთ. რამ მოჩით ეგრე ნომრები ზედ არის საბურავები. დაჭერილია. წარწერები წაშლილია, დიაგნოსტიკაზე არაფერი არ ხდება და რა არის? კითხავ მაიცი შუშა უნდა დავაპროგრამო ერთი. აბა. არ ვიცი რა, ხო. კაი, შო ეგ ამბავი არა კომპიუტერზე არ და რაკედა უნდა რაღაცა და მე აკუმულატორზე ამას გაიშვებს რა. კაი, ეგ არის რა. ეხლა მორჩმერე ცოტა იმას გადავიხოთ. Honda-ზე და დღეს ვანდელი ვიდეოც დავასრულოთ. არხის გამოწერა. გაგვიხარდება ამ ვიდეოს მოწონებაც, გაგვიხარდება. მონეტიზაციაც. მონეტიზაციის ჯერ ძალიან შორია.
ეს Honda Accord-ი შევიყვანოთ ახლა და სავალ ნაწილი მე მგონი დღეს უნდა გააკეთონ ბიჭებმა. Dealers Group-ი ჩვენი ავტოიმპორტიორი კომპანია ამავდროულად ჩვენს ჩამოყვავს ამერიკიდან ავტომობილები. ეს Lexus-ი ჩვენ ჩამოყვანილია, ეს BMW ჩვენ ჩამოყვანილია. ამ წინა ვიდეოში ამ მანქანაზე იყო საუბარი და რა ხდება კიდე. Subaru-ც ჩვენი ჩამოყვანილია 21-იანი. კარგი მანქანაა სხვა შორის. კიდე რა არის? ეს დღეს ვერ გავაკეთეთ დრო. არ დაგვჭა სამწუხაროდ. დღევანდელი დღეც სრულდება უკვე 12-ის 15 წუთია. ლაშა Subaru აწია. წერო იცვლება, ყუმბარა იცვლება. მეტი არ ვიცი. ესეც დაშლია. Honda-ც აიწევა. დღეს ეს მანქანა და ესეც ეს დღეს ახალი მანქანა არ ჩამოსულა, არ ჩამოუყვანია, მაგრამ ხვალე მოდის. ვიდეოც ბოლოში მივიდა. დავიღალეთ საკმაოდ შეჯამება რა არ ვიცი მართლა გითხრათ, ძალიან დაღლილი ვარ. გამოიწერეთ ჩემი არხი, დაელაიქეთ ვიდეო, რა კონტენტი დაგაინტერესებთ ეგ კომენტარებში დამიწერეთ, ანუ უფრო დეტალურად ამ მიმართულებაში ამერიკიდან ჩამოყვანილ მანქანებზე, ახალ ჩამოსულზე, შემდგომ შეიძლება კონკრეტული მოდელის და კონკრეტული მოდელის დაზიანების განხილვაც შეიძლება, ასევე ავტომობილის შეძენამდე ვინ კოდი რო უნდა შევამოწმოთ ეს ხო, რა თქმა უნდა მაგას. და ასევე ვიდეოს ერთ ცალკე ვიდეოს ჩავწერო, მერე და მერე ავტომობილის შეძენისას რა უნდა შევამოწმოთ აუცილებლად და დღეს მორჩა ეს ვიდეო. ნახვამდის.